ბრძოლის საკრებულოს თავმჯდომარეს რატომ გამოუცხადეთ უნდობლობა და თქვენ რას გააკეთებთ? არ ვიცი, საკრებულო დაწყვეტა და ჩვენ რას გავაკეთებთ მომავალში უფრო ურთიერთობას გავამყარებთ გამგეობასთან, დეპუტატთანაც და საერთოდ საქმეს გავაკეთებთ ნორმალურად. გაჭირდება რაიონს და საქართველოს. არჩევნებამდე თქვენ სად მოღვაწეობდით? რომელი არჩევნები? აი საპარლამენტო არჩევნებამდე. აქ ვიყავი და ხო და რა საკრებულოს წევრი იყავით რომელი პარტიიდან? არ ვიცი, მაჟორიტარი ვიყავი. ხო და რომელი პარტიიდან იყავით წარდგენილი? არა, შეუძლებელია პარტიობის გარშე. მაჟორიტარი ვიყავი. ხო, მაგრამ საინიციატივო ჯგუფით ხო ვერ იქნებოდით? ნაციონალურ მოძრაობიდან იყავით? ერთ გამომართვა. ერთი წამით, რომელი პარტიიდან იყავით საკრებულოს წევრი? პასუხი გაგვეცით ერთი წამით. ბატონ დავით. უპარტიო ვარ, უპარტიო. უპარტიო როგორ ხართ საკრებულოს წევრი? რომ გამختارიყავით, გინდათ პროპორციულად, გინდათ მაჟორიტარულად, რომელიმე პარტიის წევრი უნდა ყოფილიყავით? და არ ვაკეთებ შემდეგში. ნაციონალურ მოძრაობის წევრი იყავით? დანაშაული კი არ არის, აღიარეთ უბრალოდ თუ იყავით. ბატონ დავით, რომელი პარტიის წევრი, რომელი პარტიიდან გახდით საკრებულოს წევრი? რა სიცინით? პასუხი გამეცით. პასუხი გაგეცი. რომელი პარტიიდან გახდით საკრებულოს წევრი? თუ შეიძლება პასუხი რო გამცეთ. ნაციონალური მოძრაობიდან? რა მნიშვნელობა აქვს? გრცხვენიათ ამას თქმა? მაშინ თქვით, იყავით ამ პარტიიდან? თქვენ რომელ პარტიას წარმოადგენთ საკრებულოში? არცეს. და ამ იმპიჩმენტს წინა საკრებულოს თავმჯდომარეს მხარი დაუჭირეთ დღეს? და რა მიზეზით მოხდა და საკრებულოში არის განცხადება, ნახეთ უინტერესებთ დაწერება. თქვენ გითხარით. მხარი რატომ დაუჭირეთ მის გადახდას? დაუჭირა უმრავლესობა, დაუჭირა. საკრებულოს ახალი თავმჯდომარე რომელი პარტიიდან შემოვიდა თავის დროზე საკრებულოში? არა, მე არ ვიცი ახალი გადმოსული ვარ და ძალიან ვთხოვთ ამის. ხო და წამიკითხეთ, ქალბატონო. ხო გიწერიათ მან დავით იმელიშვილი რომელი პარტიიდან არის შემოსული საკრებულოში? დავით იმელიშვილი რომელი პარტიიდან არის? აქ ერთი გაწევრიანებულია 2010 წლის მონაცემები მაქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. მე ვარ საკრებულოს საკონკურსო ატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. კონკურსი ჩავატარეთ ისე რომ მე ხო ვერ ვიტყვი როგორ ჩავატარე, მაგრამ არასამთავრობოებმა დადებითი დასკვნა. კონკურსის ჩატარების შემდეგ 22-ში ვიღაცამ შეიტანა განცხადება სისხლის სამართლის საქმე აეძრა ბატონ ბეკაძის წინააღმდეგ. ეს ჩვენ არც ერთმა არ ვიცოდით, იცოდა ბატონმა ზაქრომ. მართლა გამეკვირდა საიდან გაიგო ამ ხელა საქართველოში, რომელსაც სასამართლოში იყო შეტანილი ეს არჩევანი. ეს იყო რაღაცა ასაკთან ჭიდაობასთან დაკავშირებული რაღაცა პრობლემა. როცა ბიუროს ხდომაზე 25-ში ეს საკითხი შევიტყვეთ. ბატონმა ზაქრომ მოისურვა პარალელურად დაეყენებინა საკითხი ვექაბაიდაურის მოვალეობის შესრულების გადაყენებას. ის რომ ვერ დავამტკიცებდით, ეს იყო ბუნებრივი, იმიტომ რომ კასაკაშია ძალიან მოკლედ რომ თქვა ვითხრათ ზაქრო კინქაძე ამბობს რომ შესაძლოა დაიწერება სხვადასხვა სააგენტოებით რომ დღეს საკრებულოს გადაწყვეტილება უკავშირდება მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ ცვიადაურს და დაისაჯა თუ არა ზაქრო კინქაძე იგივე ვექაბაიდაურის ამბავთან დაკავშირებით. ეს არ უკავშირდება ზურაბ ცვიადაურს, ეს არის საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ბატონ ზურაბ ცვიადაური არის ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი. და თუ რამე დაუშვათ ჩვენ პრობლემები გვაქვს, ეს უნდა იცოდეს ბატონმა ზურაბმაც, ეს უნდა იცოდნენ პარლამენტში შესაბამისმა კომისიებმაც და ასე შემდეგ. ანუ იგი არ ერევა საკრებულო თვითმმართველობის არჩევზე და არცხვებზე ამაში არაფინ არ ჩადება. და ახალი თავმჯდომარე რა მოტივი რა კრიტერიუმი? ახალი თავმჯდომარე ავერჩიეთ იმ მოტივით, რომ ეს ადამიანი არის საკმაოდ პრინციპული, მაგრამ ძალიან კოლეგიალური და აქვს ბევრად ნაკლები ამბიცია და საკრებულოს მუშაობის გამოცდილებაც. რომელ პარტიას წარმოადგენს იგი? არ არის პარტიული სიით. რამდენი ხანია აღარ არის? ბატონო? რამდენი ხანია აღარ არის? მაგაზინზე ზუსტად თავის დროზე საკრებულოს წევრი რომელი პარტიიდან გახდა? ნაციონალური მოძრაობიდან. თქვენ რომელი პარტიიდან გახდით? მე გავხდი ნაციონალური მოძრაობიდან. ანუ ორივე ნაციონალური მოძრაობიდან ხართ საკრებულოს? გავხდი საკრებულოს წევრი, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებამდე საკრებულოში ოპოზიციური პარტიას რომელი ადამიანი წარმოადგენდა? ბატონი ზაქრო და უბობაშვილი, მაგრამ სანამ ოქტომბრის მეტი ყველანი დანარჩენები ნაციონალური მოძრაობის წევრები იყავით? ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე მე გადავედი ქართული ოცნების ფრაქციაში, წარვაგინე ბატონები წინა როცა მოგზავნდა ახმეტაში და მეც გადავედი ქართულ ოცნებაში. ერთი დეპუტატი იყავით, ხო, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში? კი. და რატომ აი შეგიძლია ამიხსნათ, რატომ არ მიიღეთ მონაწილეობა? მონაწილეობა არ მიიღე, იმიტომ რომ ჩემმა მეგობრებმა ვერ წარმოადგენს შესაბამისი არგუმენტები, რის საფუძველზე, რის გამო არ იმსახურებდა ბატონი ზაქარია კინქლაძე
აღნიშნულ თანამდებობაზე სამუშაოს სამსახურის გაგრძელებას. საკრებულოს წევრებმა რის შემდეგ შემოიტანეს საკითხი განსახილველად თქვენი იმპიჩმენტის თაობაზე. მანამ ამას წინ რა უძღოდა? ამ იმპიჩმენტს წინ უძღოდა დეპუტატის ბიუროში გარკვეული დეპუტატების დაძახება დაბარება, სადაც როგორც თვითონ ამბობენ, დეპუტატმა მოსთხოვა მათ დაეყენებინათ ჩემს შესახებ იმპიჩმენტი საკრებულოში. იმის შემდეგ დაიწყო ეს მოძრაობა, იმის შემდეგ ვეღარ მხდებოდნენ დეპუტატები, იმის შემდეგ ვეღარ მისწორებდნენ თვალს რაღაც წერილ დეპუტატ, მაგრამ ზუსტად აი გასული პარასკევის სხდომაზე შემოიტანეს სულ პირველად იმპიჩმენტის საკითხი და მივხვდი რომ ეს იქიდან მოდიოდა. ეს იყო თვითონაც ამბობენ დეპუტატები, რომ ეს იყო დეპუტატ ზურაბ ზვიადაურის მიერ მათზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად.